ეს არის ვეგეტარიანელების ხაშლამა. რომელი ხარ, ეგეთი კერძია? მიჭერი, მოჭერი, ჩააგდე ტაფაში, გაუმასპინძლდი სტუმრებს. მომზადებთ დღეს ორ ლობიოს. რა არის ბიჭო ეს? შენ რეცეპტს მიხედავ. შევ, ძალიან ნელა აკეთებდა, რა ვიცი, აბა. არსად არ მეჩქარი. აი, ყველამ თავის ხალხს მივხვდება. აუ, აი აქ სურნელი ტრიალებს, აი ეს არის ბედნიერება. ნახე რა ფერი აქვს, ლევან. ადეს არის. იქ. რაჭველებო, ეხვეწებით არ გამიბრა. ვაიმე, რა გემრიელია, ე? ვახოს გამოუვიდა რაჭულ კახური ფიუჟენი. აჰა. ჩარტ, შევ. მართალი ხარ რა. შემდეგი ვიდეოს დროც დადგა და ალბათ ყველა დაინახავდით თუ ვინ დგას ჩემს გვერდით, ლევან კობიაშვილი. მოგესალმებით. შევ, გამარჯობა. პატარა ანოტაციის სახე უნდა მივცე ლევანის გვერდზე დგომას ჩემთან. იმიტომ რომ მე და ლევანს დაახლოებით 30 წლიანი მეგობრობა ვაკავშირებს ერთმანეთთან. 30 არა, ვიტყოდ 25 წელი. მეგობრობა, არა მარტო მეგობრობა, არამედ ნათლისაური კავშირიც გვაქვს უკვე, იმიტომ რომ მისი ქალიშვილი ჩემი ნათლული არის. ლევანი არის ის პირველი ადამიანი, ვინც სამზარეულოში შემიყვანა, მაზიარა ამ სფეროს და წლების შემდეგ უკვე მე ჩამოყალიბდი როგორც პროფესიონალად, ლევანი დარჩა ისევ პროფესიონალად. უამრავი ადამიანი დააყენა გზაზე. დიდი მადლობა ლევანო, ჩემს გვერდით ხარ. რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, ლევანი მოამზადებს კახურად ლობიოს. მე დავახო გავიყავით. მე მაინც კახურის, კახეთისკენ ვიხრები და მე რაჭისკენ. ლობიოს გააკეთეს ვახო და ჩვენ ქიზიყის მშვენებას, ესე ვთქვათ, ლობიოს ჩახარშულ პურს. მე კიდე კახეთის რაჭული ლორით და კი ბატონო, კახეთს დაუპირისპირებ რაჭულ ლორით მომზადებულ ლობიოს. მე კანდელაკი გახლავარ და გვარი ჩემი მომდინარეობს რაჭიდან და აქედან გამომდინარე დაუბრუნდით ფესვებში, ასე ვთქვა და მოვამზადებთ დღეს ორ ლობიოს. ვიწყებთ კახური ლობიოს მომზადებით. ლევანს უკვე წინასწარ რა თქმა უნდა ლობიო მოუხარშე, იმიტომ რომ პროცესი მარტივად დაგვეწყო. დაგჭირდება დაახლოებით 1 კილოგრამი ლობიო რომ მოუხარშოთ. წინასწარ თუ კარგი იქნება თუ დაალბობთ ლობიოს და ხარშვის დროს ცოტა სოდასაც დაუმატებთ, ხო ლევან, კარგი იქნება? გააჩნია სისწრაფეში როგორ გინდა. ხო. სოდა არ არის მაინც და მაინც აუცილებელი. ხო, სისწრაფეში თუ სწრაფად გინდათ რომ მოიხარშოს ლობიოს დაამატეთ ცოტა. კი ბატონო. ასევე ბარდასაც შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა. პროდუქტები წარმოდგენილია რა გვჭირდება, მაგრამ ერთი პროდუქტი დაგვაკლდა და ვოლტიდან გამოვიწერეთ და კერძოდ კი ხახვი მოგვიდანა ვოლტმა, რომელსაც ნიჟარაში მოვათავსებ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავორეცხოთ და რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ დავიწყებთ, თუ ტონუსში არ მოვიყვანეთ ორგანიზმი. და ტონუსში რა თქმა უნდა, შავი ლომის შავით მომყავს ხოლმე მე პირადად ორგანიზმი. შენ რომელს გას? 90-იანი რო შავი ლომი გიხდება. შავი იყოს რა, ჩემიანი ხარ რა გეუბნები. შავი შენ? შავი მე? აბა გაგვიმარჯოს. აბა, წარმატებები. ევ, მე მოდი დავიწყებ მაშინ ხახვის გარეცხვით და შენ დაიწყე მოყოლად რას აკეთებ. ქიზიყში ტრადიციულად მზადდება ლობიოს ჩახარშული პური. ესე იგი რა ხდება? ისტორია ესეთია, რომ საიდან წამოვიდა ეს კერძი, როცა ძველი პური ქონდათ ხოლმე, რომ არ გაფუჭებულიყო და არ გამოუყენებელი რო არ გამხდარიყო, ამიტომ ალბობდნენ ხოლმე აი ესე ძველ პურს, ესე რომ ვთქვათ, ლობიოში და ჩაახარშავდნენ ხოლმე, იმიტომ რომ დარბილებულიყო. თან იწოვდა ეს პურიც აი ამ ლობიოს თელ არომატებს და თელ ყველაფერს და ანუ ერთიანობაში ძალიან კარგი და გემრიელი გამოდიოდა, რა თქმა უნდა, იქ მაზებოდა თავის ხახვით, კახური ზეთით, ცოტაოდე ნიორი, ქონდარით შეგვიძლია, დაფნის ფოთოლი და ასე შემდეგ. რაც თავარია, ხახვი არც ითუშებოდა, არც იხარშებოდა შიგნით, უბრალოდ აი ესე ცოცხლად კეთდებოდა ხოლმე. წითელი ხახვი გინდა შენ ალბათ იყოს მივხვდი, ხო? წითელი მე თეთრი ხახვი უნდა გამოვიყენო შენ. კი ბატონო. შენ წითელი ხახვი გამოვიყენ. თორე ლობიო შემოვადგით უკვე, ნელ-ნელა ცხელდება. კაი, მე ხახვი დავიწყებ მაშინ. ცოტაოდენ დიდი ნაჭრები ჩავდოთ შიგნით. ხახვი როგორ დაგიჭრა? ალყა დაგიჭრა? არა, მე დავჭრი ხავს. შენ ხალხს მიხედე.
აი, ყველამ თავის ხალხს მივხვდეთ. თავის ხალხს მივხვდეთ. ლიკას დანამაკ და თითი უკვე გავიჭერი, სანამ დავიწყებდით ვიდეოს ჩაწერას, აქზე რომ არ შეიმჩნიოთ როგორც ყოველთვის ლიკამ არ გვიმუხდა და ნიკას დანამდა. ერთი წამოდუღდეს კარგად და ჩავაწყოთ ეს პურებიც ლობიოში. ესე იგი, რაჭულ ლორით მომზადებულ ლობიოს რაც შეეხება, ანუ რაჭულ ლობიოს, მეც ლობიო წინასწარ მოვხარშე და ალბათ ეხა ვიდეოს მსვლელობის დროს მეტყვიან რომ რაჭულ ლორში რატო არ მოხარშეო, იმიტომ რომ რაჭულ ლორში მე პირადად არ მიყვარს ლობიო როცა იხარშება, იმიტომ რომ ვერც მარილს ვერ ვაკონტროლებ, ვერც ბოლის გემოს ვერ ვაკონტროლებ და აქედან გამომდინარე, კარგია როდესაც წინასწარ მომყავს ტაფაში ხახვი და რაჭული ლორი და შემდეგ უკვე მომზადებულ წინასწარ ლობიოში ვათავსებ ხომ. ეს ჩემი ვერსია, ასე ვთქვათ და შეიძლება საერთოდ ახლოსაც არ იყოს ტრადიციულ ლობიოსთან, მაგრამ მე ასე მომწონს და გიზიარებთ. რა თქმა უნდა, თქვენს თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ იგივენაირად მოამზადოთ. ახლა ხო როგორ არის, შეიძლება რაღაცა კლასიკა არსებობდეს, ხო. მაგრამ რაღაცეების შეცვლაც მოსულა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აქამდე ვერ მოვიდოდით, რაღაცეები რო არ შეგვეცვალა ლევა, ხო? თავისთავად. და იმასაც ვიტყვი, რომ შენ ერთ-ერთი პიონერი ხარ, ვინც ქართული სამზარეულო ცოტა თავდაყირა დააყენა და სრულიად სხვა ვერსიების შესთავაზა იმ კერძებისაც, რაც ტრადიციული კერძები არის ქართულ სამზარეულოში. მათ შორის მისი განთქმული ჩაქაფული ლევანი, ასე სავიზიტო ბარათი, ასე თქვა, შენი მაინც ეს არის, ხო? ჩაქაფული. ნუ, ქუჩაში რო გესმის, თქვენ ჩაქაფული, ხო? ყველაზე ძალიან რაც გიყვარს, იმას უფრო კარგად აკეთე. კი ბატონო, ჩაქაფული გიყვარს, მაგრამ შენ ყველაზე მეტად ჩემი ჩაქაფული გიყვარს. ჩემი მომზადებული ჩაქაფული გიყვარს, შენ ყველაზე მეტად. აი, ეგრე იყოს. კი ბატონო. მწვადს ვინ წვავს ყველაზე, მაგრამ თქვი. წვაც? ხო. სომხები. არა, მე და შენ. სომხურ წვას მე რო წვაც. მე და შენში ვინ წვავს წვაც კარგად. აი, მაგის საკითხავია კიდე. შენ გადასარევად წვაც, მაგრამ ეხლა მე და შენში ვინ წვავს? მე შენი შემწვარი წვადი არ მინახავს და. ჩემი ხო გინახავს შენ? სამსახურება უნდა. ესე იგი, იმიტომ რომ მე მეზარება ხოლმე ხანდახან სადღაც რო ვარ და სულ ახო წვავს ხოლმე და მაგითო ისწავლა, ვასწავლე და არაჩვეულებრივია. კი, კარგი მასწავლებელი ხარ. ნახეთ ეხლა რა ვქენი ძვირფასო ვიდეო მომზირლებო. მოიცა ჯერ აქ ნახონ ეს პროცესი. ხო. აი ეს ჩავაწყოთ კარგად. ლობიოში პურები. იტუხტუხოს. რაჭული ლორი აი ესეთი პრინციპის რა ქონი ხორცი. ზედაპირი აქვს მარილიანი, რა თქმა უნდა და ვეცადოთ რომ ზედაპირის მარილი მოვხსნათ და ისე დავიწყოთ დაჭრა. ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ჩვენი ლორი დავადნოთ ზედ არსებული ცხიმით. რომ აი ზუსტად ამითი შეიქმნება ის არომატი, რომელიც ლობიოს აქვს და გემრიელად მაშინ გამოდის ხოლმე ლობიო. ეს შეგიძლიათ ჩაახარშოთ ლობიოს ხარშვის დროსაც, მაგრამ მე მაინც მიყვარს მობრაწული და მე შემდეგ გეტყვით რა უნდა ქნათ, როდესაც მობრაწავთ რაჭულ ლორს ხახვთან ერთად. ლევან რა ხდება? კარგი პროცესი ხდება, ახლა. ყველა იწოვს პური ამ ლობიოს არომატებს და თუხტუხებს. ორიც მივაჭრათ. ხონდარი დაგიჭრა? არა, ხონდარი უკენი უკვე მთლიანად. კი, მე ამოვიღებ დაფნაც უკენი. ან სუნელები დაგჭრა თუ სუნელებს არ უშვებს? არა, სუნელები არ უნდა. არ უნდა. აი ნახეთ, კახური ტრადიციული რეცეპტი განსხვავდება ცოტა სხვა რეცეპტებისგან, ანუ დამატებით არომატულ ბაზას აღარ უქმნით სუნელით, პომიდრის საწებლით, მხოლოდ და მხოლოდ ნიორი, ხახვი, კახური ზეთი და სულ ცოტა შავი ცისაკა ალბათ მოვუწევთ. აუცილებლად, დაერღილიც და შავი, ცოტა არომატებისთვის. კარგი, ნახეთ ცივი ტაფაა ჩვეულებრივი. ავიღეთ რაჭული ლორი. აი ესე გავანაწილეთ და აი ესეც, ნახე რაც კანი მოვაძრე, ესეც აი ესე დავუმატოთ. ხო, ცხიმიანობა უფრო მეტი გამოდის. ეხლა რა ვშვებით? ეს უნდა ცოტა დავადნოთ და მერე დავუმატებთ უკვე ხავსს და ამასაც გეტყვით რა ეტაპზე ვუმატებთ ხავსს. სამზარეულოში წინასწარ მომზადება არის ყველაზე მთავარი.
ეხლა ცოტა პომიდორი დავჭრათ. აი კონდარი და პომიდორი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტანდემია რეჰანის შემდეგ რა. ამ ბოლო დროს კონდარს იშვიათად თუ ვინმე იყენებს ხოლმე და სხვა შორის ხორცელ ძალიან მაგრად ხდება. კი, ცნობილი ჩაქონდრილი კერძი ხო. მაგის ასე ვთქვათ. არა მარტო ჩაქონდრილი, საერთოდ ზოგადად შეცვის დროსაც. ხო. აი ხო არის რომ სტეიკებზე ხმარობენ ტიმიანს და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე ამბავია. ნუ ტიმიანი კონდარისგან ხო განსხვავდება ცოტა. განსხვავდება, მასე ჩვენი შაშყლავი და ბაზილიკიც განსხვავდება, მაგრამ ერთი ჯიშია. მაგრამ ჩვენი უფრო არომატული. ერთი ოჯახისეულები არიან. ჩვენი უფრო არომატული არის. ნუ იმას განსხვავებული არომატი აქვს ჩვენსაც განსხვავებული. ჩვენი უფრო აგრესიულია, ის ცოტა რბილია. ეს დროებით გადავდით. გავუშვე ხახვი. ნახეთ, აი ამაზე ვსაუბრობდი. ეხლა ეს ჩათვალეთ არის ბედნიერება. აი ეს არის ბედნიერება. მარილს არ ვამატებთ არავითარ შემთხვევაში. ესე იგი ვიწყებთ ხახვი და ნიორი. ცოტა ამოურიოთ. როგორც კი ხახვი ბრაწვისკენ წავა, ანუ ფერ შეიცვლის, გამჭვირვალე გახდება, ცოტა ადუღებული წყალი უნდა დავამატოთ, რომ ლორი ცოტა ჩავარბილოთ და ის მობრაწული ლორი ხეხეში არ იყოს, ანუ აი ესეთი უხეში ფაქტურის არის. შეგიძლია პირდაპირ ლობიოში ჩაახარშო. ლობიოში ვერ ჩავახარშო, მაგრამ მაგალის დასხმა აღარ. მართალი ხარ, ჩავარტყი შენ. მართალი ხარ რა. ადგილები გავცვალეთ მე და ლევანი და მე გადმოვინაცვლე ახლა მთავარ ელექტროკურაზე და ესე მოვიყვანეთ ხახვი, ნიორი და დაფნა. ეხლა დაფნა უნდა ამოვიღოთ, იმიტომ რომ პროცესში უკვე რაც გასაკეთებელი ქონდა გააკეთა და შემდეგ როლში გამოდის ცოტა უცხო სუნელი. ცოტა ქინძიც, ცოტა ქინძი. თუ აღერღილი წითელი წიწაკა, ცოტა შავი წიწაკა და ცოტა მარილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ლორი მარილია. ეხა ერთი კარგად მოვხალოთ სუნელები. რატო ხალავო? ჰა? ეგ ეს თქვი რატო ხალო? იმიტომ რომ არომატი უფრო გასცე. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია არაერთხელ გვითქვამს, რომ არის ცხიმში ხსნადი სუნელები და არის წყალში ხსნადი სუნელები. დღეს ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვიყენებთ, ძირითადი სუნელები არის ცხიმში ხსნადი სუნელები. ტომატის პასტა რაჭველებო, გეხვეწებით არ გამიბრაზდეთ. უხთება ეს ტომატ პასტა. ცოტა უხთება. აი ეს სიმჟავიანობა ცოტა რაც მაინც კახეთში წახვედი. ხო, მაინც ცოტა კახეთისკენ წავედი, მაგრამ ნახე, აუ აი აქ სურნელი ტრიალებს, ტომატ პასტაც რა თქმა უნდა ცოტა უნდა მოუხალოთ ქვია, ხო ამაში? მოვთუშოთ, მოუხალოთ, კახეთში ეძახიან მოხალოთ. სიმჟავე რო არ წამოიღოს, კარგი. კი ბატონო, გაუხსნათ, თუ სიმჟავე გაწუხებთ, ცოტა შაქარით შეგიძლიათ დაუმატოთ და გაანეიტრალოთ ამითი ეს ყველაფერი. ეხლა ცოტა შიშხინი იქნება, იმიტომ რომ პომიდორს დავამატებ და პომიდორში გადაკეპილი მაქვს კონდარი ცოცხალი. თუ ცოცხალი კონდარის სეზონი არ არის და ცოტა ძირები მინდა ქინძის, რომ ესიც მოვიყვანო. და ეს ძალიან მალე მზადდება და ჩათვალეთ, რომ ძირები თუ არ დავარბილეთ, მერე ხეხეში იქნება ძალიან უკვე თებზე, როდესაც გადმოვიღებთ. ევა შეგიძლია რომ ბულიონი დამისხა ნახარში ლობიოსი. კი ბატონო შეგვიძლია. აქვე ვაზავებთ. აი გავაზავეთ, გავხსნათ. ახსენჯერე. კარგად, ნახე რა ფერი აქვს, ლევან. ადეს არის. კი, ძირზე არის აი ეს გემრიელობები, მიმწვარი, ასე ვთქვა და ის უნდა მოვაშოროთ, რომ მთელი არომატი უკვე აიღოს соусმა. ანუ ლობიო წინასწარ თავისუფლად შეგიძლიათ რომ გქონდეთ მოხარშული, მაცივარში ბნელ ადგილას შენახული, მოგივიდნენ სტუმრები, ლაჭინი, ლორი, ჩამოჭერი, პომიდორი, დაჭერი, მიჭერი, მოჭერი, ჩააგდეთ აფაში, გაუმასპინძლდი სტუმრებს. შევ ძალიან ნელა აკეთებდა, რა ვიცი, აბა. ეხო, არსად არ მეჩქარე. ერთი კარგად ამოურიოთ. კარგად წამოვადუღოთ. და ეგ არის რა.
მოგლეთ ვახოს გამოვიდა რაჭულ კახური ფიუჟენი ეს. კი. ლობიოს. და შენ რას ფიქრობ? ჩავზელოთ ეს რაც არის? კი, მაგას ცოტა ჩაზელვა მოუხდება. მოუხდება, ხო? კი ბატონო. მაშინ ჩავქნათ ცოტა, რომ ფაქტურაც მიიღოს ისეთი კრემისებური ცოტა. ჩვენსაც მივხედოთ. აქტიურად აი ეს კონდარი და დაფნა ამოვიღოთ, ეს ყურები ამოვიღოთ ცოტა ხნით. რომ ლობიო შევკმაზოთ, ასე ვთქვათ. ეს ბოთოლი აღარ გვინდა. ნახეთ როგორ ფერზეა, მთელი წვენი არომატები შეიწოვა პურმა. რა არის ბიჭო ეს? რომელი ხარ ეგეთი კერძია? ეს გადმოვიღოთ. ამას კახური ზეთი როგორ უხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენ. აქტიურად ამ კერძის მომზადების დროს აი ნახეთ, არც იჭყლიტება, არც იზილება, პირდაპირ ეგრევე და ამას ვაყრით კირკაჟის ამას სახით. ვაყრით. ცოცხლად. ეს არის ვეგეტარიანელების ხაშლამა. კინძი. შენ ძმარი არ მოუხდება ცოტა? სიმჟავე ცოტა. არა. არა? მე მიყვარს კირკაში ძმარი, მიყვარს აი კაიღვინის ძმარი. თან კახეთი ასოცირდება კაიღვინის ძმართან და მაგრამ შენი რეცეპტია და ხა მე როგორ ჩაგერევი. შენ რეცეპტს მიხედავ. ცოტა კახური ზეთიც ესე მოვასხოთ. აღერვილი ციცაკო. შავი პილპილი. ამას ეხა კაი ჩაციებული. ლუდინა. ლუდიც მოხდება თავისთავად. და დავლევ ჩაციებულ ლუდს. მირთმევთ? ცივი თუოგი? ცივზე ცივი. აქ მხოლოდ ცივი შავი ლომია, დანარჩენი ყველა თბილები და მოსიყვარულეები ვარ. მოდი მე დავასრულე, ხო? მე გააგრძელოს თავისი ამ. ჯერ გემო გავსინჯოთ. აია? ამ დასწევა. ნიფური. ალბათ. სხავთ. სტანდარტშენიც დავუწყოთ. აბატო. ახო შენც დაასრულე? მეც დავასრულე, ეხა ამოვიღებ თეფშზე. კი ბატონო. იცი რა, ბოლომდე არ ჩავქენი, იმიტომ რომ კირკაჟი მეც ძალიან მიყვარს რა, ძალიან კრემისებური მასა არ მიმიცია რა. აჰა. ჩვენი ვერსიები, ვარიაციები ლობიოების მომზადებულია. ვახტანგ რაჭველის მიერ მომზადებული რაჭული ლობიო. მზად არის ლევან კახელისგან მომზადებული კახური ლობიოც მზად არის. ეს არის ცალკე ბედნიერება. მოწყობს. მარილაკია? ამან და თავის მამარილმა ხო? არა, აქ საერთოდ დაგავიწყდა და შენ მარტო ტაფაზე არ მე ხომ გასინჯოს ანამ გაუშვ. არა აქვს. აბა მანახე. შარი რომ მომდე. ეხლა რა აქვს? დაამატე მარილი? დია. ვაიმე რა გემრიელია ე. ეხლა კარგია. ან შეაფასე მიდი. ხვა ძალიან კარგია. ბოლის გემო. ბოლის გემოც აქვს. ლორის გემოც აქვს. ლემონ ცოტა ტომატი აქვს მე. სიმჟავის ამბავში? შეგიძლია ტომატი გააკეთოთ ხელმა კაცმა ხო? რაღაცა ხო უნდა ვთქვა ხო? რაღაცა შარი ხო უნდა მომდოს. ლობიომ გაზაგვარჩინა ჩვენ 90-იანებში და ლობიო რო არ ყოფილიყო ჩვენც არ ვეკეთებოდით. დიდად საპატივცემულო. ასე ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ლევან სტუმრობისთვის. მადლობა პირიქით. შენ ლობიოს მიაწექი, ჩემი ლობიო აი დამიტოვე. ჩემი გაკეთებული ჯო. კომენტარებში დაგვიწერეთ აბა რომელი ლობიო უფრო მოგეწონათ, რა თქმა უნდა შეფლევანის გამოცდილება, მისი სტატუსი, რა თქმა უნდა აღემატება ჩემსაც ბევრჯერ და ალბათ უფრო ლევანის მოგეწონებათ, მაგრამ მე გული არ დამწყდება, იმიტომ რომ მე ხო
ყველაზე გულიანი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე. დიდი მადლობა შავლონს შავისთვის. მაშინ დამისხი. გაგისხო. და ვოლტს ძალიან დიდი მადლობა რომ ხახვი მოგვიტანა, იმიტომ რომ ხახვის გარშე ლობიო წარმოუდგენელია. აბა შენ თუ იცი როგორ უნდა აი ნახე არასწორად გახსენი. მაგაში მაინც შემიძლია რომ გამეცადინო როგორ გახსნა შავი ლომის ფოთლი. აი, აბა შენ გახსენი როგორ უნდა. აი ნახე, და მიეპარო. ეს ხო გიჭირავს. რაღაცას გელაპარაკები, ხო? აი როგორ ახარ ლევან რაშვებით, აი? აი, ხმა ნახე, შამპანურის ხმა. აი გენაც. ამას ვატოდალებს. ლობიოსაც ელოდება და. გავითვალეს. მადლობა ლევან. აი ხარ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში ხარ. მოევლინე ამ ქვეყანას და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შექმენი და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანე ქართულ გასტრონომიაში. მე დიდი მადლობა რომ ჩემი მეგობარი ხარ და კიდე უღრმესი მადლობა იმისთვის, რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ შენ რომ არა შენ, ალბათ მე ამ გზას ისე უფრო რთულად გავუყვებოდი, ვიდრე ახლა გავუყვე. მადლობა ჩემოა ხო და შემდეგ ვიდეომდე დაგეშვიდობი შენ გადაცემას და ხო. ეც ვიტყვი რომ ტრადიცია არ ტრადიცია, მაგრამ ხანდახან შეიძლება შეცვალოთ რაღაცა. იქნებ საინტერესო გახდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ცადეთ, თუ არ გამოგივათ საკუთარ თავს არ დააბრალოთ. მე დამაბრალეთ. მე ახოს დააბრალეთ ყველაფერს.